საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ვახოსანაიას ამბებს 19 საათზე. დღევანდელ გადაცემაში ორი თემა გვექნება: საზოგადოებრივი მაუწყებელი და მოსმენების კანონპროექტი. დავიწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლით. ამ წუთებში სტუდენტური მოძრაობის აქტივისტები აქცია მსვლელობას იწყებენ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან ტელევიზიის შენობამდე. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ გეგმას ეწინააღმდეგებიან. ჩვენი ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, რომელსაც საშუალება აქვს მოგვასმენინოს აქციის მონაწილეთა პოზიცია. გიორგი, გისმენთ. ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან შეკრებილი არიან არასამთავრობო მწვანე მუშტის და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები. ისინი ჩემთან ერთად იმყოფებიან და უფრო დეტალურად გავიგებთ თუ რა საპროტესტებენ ისინი და რა ხედვა აქვთ მათ. ირაკლი, პირველი კითხვა დაგიხსნა შენ, რა საპროტესტებს თქვენი აზრით როგორი რა პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში რომ შეაფასოთ? მოძრაობა მწვანე მუშტი დღეს შეიკრიბა სიმბოლურად მე-6 კორპუსთან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტების კორპუსია და აქედან სოლობით დაიწრება საზმაუს შენობისკენ, სადაც ჩვენ გავაპროტესტებთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური აფილირების მქონე ხელმძღვანელის ვასილ მაღლაფერდის მხრიდან რეორგანიზაციის მცდელობა, რომელიც რეალურად არის საზოგადოებრივ მაუწყებლის გაუქმება 1 წლის განმავლობაში, რომ იმ წლის განმავლობაში, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმართება თვითმმართველობის არჩევნები, არის საკონსტიტუციო ცვლილებების წელი და ეს წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ნამდვილად ვერ შეცვლით ჩვენს კონსტიტუციას და ახლა გაკეთებული ცვლილებები კიდევ ბევრი 10 წლის განმავლობაში შექმნის ჩვენ რეალობას სახელმწიფოში. შესაბამისად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თან თავისუფლ ბორდმა უნდა იყოს თავის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც ის აქამდე აკეთებდა და სწორედ ბორდი ამტკიცებდა იმ ბიუჯეტს, რომელმაც დღეს კოლაფსამდე მიიყვანა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ვასილ მაღლაფერდის მხრიდან შეთავაზება ამ ბორდისადმი თანამშრომლობაზე და ახალი ბიუჯეტის, ახალი გადაწყვეტილებების მიღებაზე არის სრული ოქსიმორონი. თუ ჩვენ საუბრობთ დანაშაულებებზე, შესაბამისად დანაშაულებრივმა მხარეებმა უნდა აიღონ თავის პოლიტიკური. გიორგი, ერთი შეკითხვა მაქვს აქციის მონაწილეებთან. ეს იქნება ერთჯერადი აქცია თუ აქვს რაიმე გეგმა, ვთქვათ, პერმანენტული აქციის ან ასე ვთქვათ, თავისი გამოხატვის სხვა ფორმების შესახებ? ეს იქნება ერთჯერადი აქცია თუ პერმანენტული აქცია? ეს რიგით უკვე მეორე აქცია, ჩვენ მქონდა პრევენციული აქცია და დღეს უკვე მივდივართ საზოგადოებრივ მაუწყებელთან უფრო მეტად ორგანიზებულები, გაბრაზებულებიც შეიძლება ითქვას და ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის უფლებების დაცვისთვის და იქ არსებული ჟურნალისტების უფლებებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი არის ჩვენისთვის ერთადერთი სივრცე, სადაც იმ სტუდენტებს, იმ მოძრაობებს გვაქვს გამოსვლის საშუალება პოლიტიკური ელიტების და ეკონომიკური ელიტებისგან განსხვავებით ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციებს და იქ არ გთხოვენ ჩვენ რაღაც კონკრეტულ პოზიციებს. ეს არის თავისუფალი სივრცე აქტივისტებისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავიცავთ, ვინაიდან დღეს აუცილებელია ამ სივრცის შენარჩუნება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება აუდიტორია 115-ის წარმომადგენელი, რომელსაც მე ახლა კითხავს დავუსვამ. ნათია, თქვენი აზრით რა პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელში და იმ შემთხვევაში თუ ბორდმა გადაწყვიტა და ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილი გეგმა დაამტკიცა, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში? ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის რეფორმა, რომელიც ვასილ მაღლაფერიძემ წამოუგიდგინა, არის სრული აბსურდი, რადგან ჩვენ გონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი არ შეიძლება გაჩერდეს, ის უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეფორმა ამ კუთხით არ უნდა წარიმართოს. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს უამრავი ადამიანი, რომლებიც შეიძლება უმუშევრები დარჩენ. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რუსთავის აზოტში დაიწყო პროცესები, სადაც რამდენიმე კვირაა უკვე გაფიცურებული არიან მუშები, რომელსაც მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. შესაბამისად, როგორც ვიცით, ჩვენ ასევე ფრესკოსა და ბიბლუში გაიფიცნენ მუშები და კონსულტანტები, რომელსაც გაშუქება სწორედ ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამიტომაც მისი გაჩერება და იმ კუთხით რეფორმების წარმართვა არ შეიძლება რა კუთხითაც მისმა ახლანდელმა ხელმძღვანელმა წარმოვიდგინეს. სწორედ ამიტომაც გონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის გაჩერება არა მარტო მორალური ზიანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ ეს იქნება კონსტიტუციური უფლების არღვევა, რომლის თანახმადაც ჩვენ საზოგადოებას უნდა გქონდეს ჩვენი ხმის გაგონების საშუალება პოლიტიკური ელიტებისათვის.
ჩვენთან ერთად ასევე იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლაშა მესხი. ლაშა, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. პირველ რიგში გითხარით შეაფასეთ ის მოვლენები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს და იმ გეგმის შესახებაც მოვუყევით ჩვენ მაყურებელს, რომელსაც თქვენ შეიმუშავებთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ალტერნატიულ წინადადებებზე მუშაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად დაიწყო გაერთიანება, ანუ ერთობა საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომლებს შორის, რა თქმა უნდა, არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა მადლობა უთხრა ამ ადამიანებს. მე სწორედ ამიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ამ ადამიანების სოლიდარობას ვცე უდიდესი პატივი. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ აქციაზე არ არის და თქვა სოციალური ქსელებიდან და სხვადასხვა მეშვეობით ჩვენ სოლიდარობას გვიცხადებს და ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და სოლიდარული. დიდი მადლობა. როგორც უკვე იცით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაინაცვლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და იქ გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მადლობ გიორგი, ეს ჩვენი ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ვნებათა ხელვა არ ცხრება. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, ხომ არ ემსახურება არხზე დაწყებული პროცესი და თითქმის ყველა გადაცემის შეჩერების გეგმა ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს. დღეს საკითხს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო, ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო და ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, გვინდა გქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად. ახლა კი თავად არხის შიგნით მიმდინარე პროცესის შესახებ საინტერესო ერთი დეტალი მაუწყებლის ვებგვერდზე დღეს დაიწყო გამოკითხვა, სადაც საკითხი ცოტა უფრო რადიკალურადაა დასმული. თქვენი აზრით უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამოკითხვა თავად არხის საიტზე გამოიტანეს. ვებგვერდის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ გამოკითხვა არ არის ახალი მენეჯმენტის ნაკარნახევი და იდეა მარკეტინგის სამსახურს ეკუთვნის. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი დღეს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვდა. რა კრიტერიუმები უნდა შეფასდეს ტელევიზიის საქმიანობა და გადაცემები. გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ მთავარი კრიტერიუმი რეიტინგი უნდა იყოს. თავად ტელევიზიის შიგნით თანამშრომლებს შორის დაწყებულია ზრუნვა ბორდისთვის ალტერნატიული ხედვის შესათავაზებლად. პარალელურად მაუწყებელში დასაქმებული ადამიანები უკვე სამართლებრივ კონსულტაციებსაც მართავენ არასამთავრობო სექტორთან. სამეურვეო საბჭომ აიღო ვალდებულება და თქვა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ერთი კვირის თავზე მოიტანს იმ ვარიანტს თუ როგორ უნდა ფასდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ანუ რეიტინგი და კიდევ რაღაცა 2-3-4 კომპონენტი, რომელიც იქნება გაზომვადი და ხელშესახები. ჩვენი შეხედულება ეფუძნებოდა პირობითად, რო ვთქვათ, უფრო მემარცხენე პირობითად ბრალებში ამას, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებაზე მიმართული, ანუ მაინც რეიტინგით და კვლევით. საუბარი წარიმართა, მე ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში, იმიტომ რომ ბორდმა თავის თავზე აიღო ეს პასუხისმგებლობა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოამზადოს სქემა, კრიტერიუმების და ინდიკატორების, რითიც უნდა შეფასდეს რა არის კარგი ტელევიზია. უნდა დავუკონკრეტოთ მენეჯმენტს, გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ის კრიტერიუმები, რომლებითაც რეიტინგთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა შეფასდება. გენერალურმა დირექტორმა გთხოვა უფრო კონკრეტულად ჩამოუწეროთ და მივაწოდოთ ეს ერთ კვირაში. არავისთვის ახალი არ იყო ის პრობლემა, რომ არის ტექნიკური პრობლემები, არის საჭიროება გადაიარაღების, ოღონდ მე მინდა ძალიან ხამაღლა განაცხადო ერთი რამ. ადამიანები ფულს არ იხდიან არც ტექნიკურ აღჭურვილობაში, არც კონტენტში, არც გადაცემებში, ადამიანები იხდიან ფულს საზოგადოებრივ მაუწყებელს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გახლავს დემოკრატიული განვითარების ხარისხის მაჩვენებელი ინსტიტუცია. შესაბამისად, ამ ინსტიტუციის არსებობა ჰაერივით აუცილებელია. ჩვენ ახლა კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა გვექნება. ჟურნალისტი ილია ტოკლიკიშვილი, გადაცემა გამომძიებელი რეპორტერის ერთ-ერთი ავტორი უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. საღამო მშვიდობისა. მოგესალმები ვახო.
რა ფარული სურვილები დაინახეთ თქვენ იმ გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს თითქმის ყველა გადაცემის გაჩერებას მოამბის გარდა? აი როგორი დასკვნები გამოიტანეთ ამ დღეების განმავლობაში, როგორც ამ ტელევიზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა? მე უნდა გითხრა ხო პირველ რიგში ის რომ რეფორმას ეს მაუწყებელი ცხადია საჭიროებს და ამ კედლებიდან არასდროს გამოსულა ხმა რომელიც შემოქმედებით ჯგუფებში გადაცემებში არსებობდა. დიახ, აქ ყველა ხვდებით რომ რეფორმა არის აუცილებელი, მაგრამ რეფორმა არ უნდა ნიშნავდეს ცელის მოქნევას, არ უნდა ჩატარდეს რეფორმა ნაჯახის პრინციპით, რომ გავუშვათ ყველა და გავუშვათ ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და დამსახურების გარეშე. მე როდესაც მე კარგად იცი პრესიდან მოსული ჟურნალისტი ვარ, როდესაც მოვდიოდი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მე არ მიკითხავს აქ როგორი ტექნიკაა, მე ვიკითხე აქ არის თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობა და იმ პირობით მოვედი აქ და იმ პირობით დავიწყე ყველაზე თამამი ჟურნალისტური მიმართულების, ჟურნალისტური გამოძიების კეთება, რომ ეს თავისუფლება და ეს დამოუკიდებლობა მექნებოდა. ეს დამოუკიდებლობა მე მქონდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ აი რა წუთიდანაც კი ეს დამოუკიდებლობა დადგება ეჭქვეშ, იმ წუთიდან უკვე თამამად განვაცხადებ, რომ ადგილი აქვს გარე ინსტიტუციების ჩარევას. ასეთი რამ გიგრძნიათ ამ ბოლო პერიოდში გიგრძნიათ ასეთი რამ ან თქვენი მუშაობის განმავლობაში, როდესმე საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომ ვიღაც ცდილობს ჩაერიოს თქვენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში. არა მხოლოდ მე, არამედ სხვა გადაცემებთანაც მე მქონდა ამაზე ლაპარაკი, პოლიტიკურ საზოგადოებრივ თოქ-შოუსთან, მაგალითად ნინო ზაუტაშვილთან და მე ახლა ჩემი გადაცემის სახელით ვისაუბრებ, რომ დიახ, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია ნამდვილად არსებობს. ჩვენ ამ ტენდენციამ ვერ წაგვლეკა, ვერ დაგვითანხმა, რომ რაღაც თემები შეგვეჩერებინა, მაგრამ ამის მცდელობა იყო. მე ვერ ვიტყვი ეს რომ მენეჯმენტის რომელი საფეხურიდან იყო ჯერჯერობით, მაგრამ ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად დავასახელებ. მაგრამ იყო მენეჯმენტიდან ასეთი საუბრები იყო მენეჯმენტიდან, ასეთი სურვილები. ცხადია იყო მენეჯმენტიდან, ოღონდ ამ გვარს და სახელს ჩვენ ადრე თუ გვიან დავასახელებთ. უნდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგებზე როცა საუბრობენ, ვერ გაუწევს კონკურენციას რეიტინგებით იმ კომერციულ ტელევიზიებს, რომლებიც სრულიად მხოლოდ კომერციული მიზნებით მუშაობენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ ჩავიხედოთ, ჩვენს კანონში აქვს თავისი ვალდებულებები. მე ვერ გეტყვით, რომ ძალიან რეიტინგული იქნება, მაგალითად გადაცემა ალტერნატიული მუსიკა, მაგრამ ის ხომ სადღაც უნდა იყოს თამარ ჩიქოვანის თოქ-შოუ, რომელიც არის აბსოლუტურად გაწონასწორებული და აკადემიური. შეიძლება იქ არ არის ყვირილი, შეიძლება იქ არ არის რაღაც მაყურებლის, მოზიდვის ხერხები, ის მედია ხერხები, რომლებსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, მაგრამ ასეთი თოქ-შოუ სადღაც უნდა იყოს და ეს უნდა იყოს მაუწყებელში. და მე კიდევ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ხო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღევანდელ სრულიად პოლარიზებულ ორპოლუსიან მედია სივრცეში, როდესაც ტელევიზიები გადანაწილებულნი არიან ერთ და მეორე პოლიტიკურ ცენტრებს შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედაც უნდა გახდეს დაბალანსებული ტელევიზია, უნდა გახდეს სამაგალითო ტელევიზია, რომელმაც ხალხის ხშირად ახსენებენ გადასახადებს, დიახაც ხალხის ხმა უნდა გაავრცელოს და უნდა გითხრათ, რომ აქ არის გადაცემები ძალიან ცოტა დრო გავიდა. შენ დამეთანხმები, რომ ტელევიზიის გარდასაქმნელად მე ვგულისხმობ კონტენტის და იდეურ გარდაქმნას. ძალიან ცოტაა ის დრო, რომელიც გავიდა 2012 წლის შემდეგ და პირველი ნაბიჯები გადაიდგა დამოუკიდებელი მედიისკენ. აქ კედება ჟურნალისტური გამოძიება. ჟურნალისტური გამოძიება ყამირი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში. დიახ, მე მადლობელი ვარ წინა დირექტორის, რომ ეს დაუშვა და ჟურნალისტური გამოძიება დღეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ ჩვენ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოქმედ ხელისუფლებას ვუპირისპირდებოდით. ჩვენ ევროკავშირის პრიზი ავიღეთ კაზრეთზე გაკეთებულ გამოძიებაზე, რომელშიც ორივე ხელისუფლება და მათ შორის მოქმედი ხელისუფლების ხარვეზები და დანაშაულები იყო მხილებული. ჩვენ გავაკეთეთ ეროვნული ბანკის ხარვეზების შესახებ გამოძიება, დავუპირისპირდით სასამართლო სისტემას, ცნობილი
ჩვენი ცნობილი გამოძიებები მაგდა პაპიძის შესახებ მაგალითად ეს პირდაპირ პროკურატურის ხარვეზებზე გაკეთებული გამოძიება იყო. ლია, ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ, აი თქვენ უსვამთ ხას გადაცემებს. სიმართლე და თუ შეიძლება დავამთავრებ, ბახო, თუ ასეთი გადაცემები, ნუნო ზაუტაშვილის თოქ-შოუ, ჩვენი გადაცემა, გამომძიებელი რეპორტიორი, ირაკლი ტაბლიაშვილის ვექტორი, განსხვავებული გადაცემები, ეპიცენტრი, არგუმენტების ხმა, სადაც პროფესიულად კეთდება თოქ-შოუები და პროფესიული მედია კეთდება, მხოლოდ რეიტინგებით არ უნდა შეაფასონ. უნდა შეაფასონ იმითი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობა გვავალდებულებს. ჩვენ იმას ვაკეთებთ. გადახედეთ ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებს. იქ რეიტინგების მიხედვით ფასდება გადაცემები. ჩვენ ვავსებთ იმ ცარიელ სივრცეს, რასაც კომერციული ტელევიზიები არ აკეთებენ. აი ამაზე უნდა აუცილებლად ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი, აი თქვენ ხაზი გაუშვით გადაცემებს, ხო ძალიან საინტერესოა. ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში უსამართლობას და მხოლოდ სამართლიანობის გასაგებია. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა მიზნებთან ერთად ერთ-ერთი მიზანი არის ვიღაცისთვის არასასურველი გადაცემების მოშორება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ამის თქმას ცდილობთ ახლა მაყურებლისთვის? დიახ, მე არა მხოლოდ ვცდილობ, არამედ სწორედ ეს მინდა ვთქვა, რომ მავს სერიოზული ეჭვი, ოღონდ ეს ეჭვია ჯერჯერობით და ამ დეფინიციას ვიყენებ, მხოლოდ და მხოლოდ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს ამისთვის ხდებოდეს. არ არის გამორიცხული, რომ ხდებოდეს მართლა კეთილშობილური მიზნით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღონ რეიტინგული ტელევიზია, ამდენი იმიტომ ვისაუბრე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლს რეიტინგულ ტელევიზიად აქცევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ კომერციულ დოხში ჩაებმები რაშიც ჩვენ ყველა დანარჩენი მედიები ვარ ჩაბმული. საზოგადოებრივ მაუწყებლს თავისი ნიშა აქვს და ამ ნიშაზე უნდა დატოვონ. იმ ხალხს, იცით რა, აქ ახსენეს პროცენტი, რომ ამდენი პროცენტი უყურებს მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლს. ამით შეურაცხყოფა მიაყენეს იმ პროცენტს. იქ ხომ არიან ადამიანები, იმ ადამიანებს უხშობენ საზოგადოებრივ მაუწყებლს, ცოტა, მაგრამ მაყურებელი რომ ყავს, ამას უნდა სიმპათიები და კიდევ ერთი. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას. ძალიან დიდ პატივს მე ბატონ გიორგის და უნდა ვუთხრა რომ არ ჩათვალოს რომ ჩვენ რეფორმას ვეწინააღმდეგებით. ჩვენ რეფორმის მომხრე ვართ, მაგრამ სამართლიანი რეფორმის მომხრე ვართ. საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონი უნდა აღსრულდეს და ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ჰქონდეს ხალხს, როგორცაც ის იმსახურებს. როგორ წარმოგიდგენიათ ეს სამართლიანი რეფორმა? აი თქვენ გაქვთ შეხედულება, როგორ უნდა დაწყებულიყო ან გაგრძელებულიყო ეს პროცესი? იცით რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ცდილობენ შეიმუშაონ ალტერნატიული ხედვა, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭოს და მთლიანად საზოგადოებას შესთავაზებენ. საიდან უნდა დაიწყოს ეს რეფორმა? იცით რა, პირდაპირ გეტყვით, რაზეც ჩვენ მთელი თანამშრომლები ვართ შეთანხმებული, მე მხოლოდ ამიტომ ვამბობ ამას. საზოგადოებრივ მაუწყებელს რეფორმა სჭირდება მართვის სფეროში. საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოქმედების სფეროში ყველაფერი კარგად აქვს. მე როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ვიყავი მხოლოდ და არა შიგნით თანამშრომელი, გარედან მეც მეგონა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა, მაგრამ ასე არ არის. თუ გადაცემები კარგად არ შეფუთე, სწორად და თანამედროვე მედია ტექნოლოგიებით არ მიიტანე მაყურებლამდე, ისე ყველაზე კარგი გადაცემაც კი დაიკარგება. ასე იკარგება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კარგი გადაცემები. დიახ, ბევრი ძალიან ნიჭიერი და კარგი ჟურნალისტი მუშაობს. ძალიან კარგი პროდუქტი კეთდება და ამიტომ მართვის წევრებმა უნდა ის გეგმა შეიმუშაონ, რომელიც მართვის სისტემას გარდაქმნის და მართვის რეფორმას მოახდენს. მე მაინტერესებს თქვენი აზრი სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ. თქვენ ილაპარაკეთ მენეჯმენტზე, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოზე რა იმედებს ამყარებთ? სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მოლოდინით და იმედიანი განწყობით უყურებს მთელი ტელევიზია. იმიტომ რომ ამ საბჭოში არიან მართლა პატივსაცემი ადამიანები, არ შემიძლია არ ვთქვა მათი დამოკიდებულების შესახებ. მე ძალიან კარგად ვიცი. იკა პაპავას, ირაკლი პაპავას მონაწილეობით ფილმები მე ამ ტელევიზიიდან მაქვს ნანახი, როცა პატარა ვიყავი, სანამ ამ ტელევიზიაში შემოვიდოდი. მე მინდა მივმართო
მასაც, ირინა ფუტკარაძესაც, ქეთი მსხილაძეს, მარინა მუსხელიშვილს, ყველას არავინ დამავიწყდება, გია ნიჟარაძეს, სულხან სალაძეს, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის დიახ ჩვენთვის, კოხრეიძეს, გოგას, ყველას უნდა მივმართო და ყველას უნდა ვთხოვო, რომ მათი გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი, მათი გადაწყვეტილება აი კრიტერიუმების შემუშავება თუ მოხდა, უნდა იყოს მხოლოდ სამართლიან პრინციპებზე დაყრდნობილი და ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ ბორდმა სამეთვალყურეო საბჭომ სწორი პოზიცია აირჩია, მაშინ ყველაფერი უკონფლიქტო დამთავრდება, ყველაფერი დამთავრდება ისე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაიხუროს და ჩვენ შევძლოთ ჩვენი ძალიან საჭირო მუშაობის გაგრძელება. აი თქვენ ხედავთ ეხლა ჩემს უკან უამრავ ადამიანს, ეს ხალხის ხმა, ეს ხალხი ითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს, ვის აქვს უფლება, რომ ამ ხალხის ხმა უარყოს და ამ ხალხის ხმა ჩაახშოს. მე მგონი არავის. და ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობები, კითხავთ კიდევ ერთ საკითხზე, ეს ეხება თანამშრომლების სოლიდარობას და კონსოლიდირებას და ამას ხშირად ახსენებენ ამ დღეებში, რომ თანამშრომლებში არის ერთსულოვნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტი დგას ერთ მხარეს და თანამშრომლები მეორე მხარეს. ასე უყურებთ თქვენ საკითხს ამ ეტაპზე, რაც შეგიძლიათ გითხრათ? იცით რა, მე არ ვიცი ეხლა ვინ სად დგას, მაგრამ მე ვიცი მხოლოდ ერთი, რომ მე პირადად ვიყავი ის თანამშრომელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, ვინც ძალიან დიდი იმედით შეხვდა ია ანთაძის აქ მოსვლას, როგორც დირექტორის მრჩევლის. თავად ვასიკო მაღლაფერიძეზე მე არასდროს მქონია უარყოფითი წარმოდგენა. ამიტომ მგონია, რომ ვერავით არის არგუმენტი, ვერავით არის მოტივი მათ ხელთ არსებული ვერ გადაწონეს იმ გზას, რომელიც მათ გამოიარეს თავისუფალი დამოუკიდებელი საღი მედიის შექმნაში. ჩვენთან ერთად გამოიარეს ეს გზა და ისინი დარწმუნებული ვარ, რომ თუ დიდხანს იფიქრებენ, აუცილებლად ამ იდეის და ასეთი მედიის დაცვის მხარეს დადგებიან. როდესაც ეს მენეჯმენტი მოდიოდა არხის ხელმძღვანელობაში, არ გაგჩენიათ შეკითხვები, ხომ არ იკვეთება აქ პოლიტიკური ინტერესები, მაგალითად ხელისუფლების? კი, ეს კითხვები სრულიად ღიად ისმოდა არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ გარეთაც, მაგრამ იცით რა, იყო გარკვეული ეჭვები, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მე მაინც მქონდა ის არგუმენტი, რომ ვასილ მაღლაფერიძე არ მოსულა პირდაპირ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის გავლენით, იმიტომ რომ ვასილ მაღლაფერიძე ძალიან დიდი გზა აქვს გავლილი მედიაში. მე ამით ვამართლებდი ყოველთვის და ამ არგუმენტებს ვდებდი ვასილ მაღლაფერიძის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ ეს პროგნოზი გამართდება, დარწმუნებული ვარ ჩემი ინტუიცია არ მიღალატებს და თუ ასე არ მოხდა, თუ ჩვენ ერთი თაობის ჟურნალისტები, გიო სანაია შენი ძმაც ჩვენი თაობის ჟურნალისტი იყო, თუ ჩვენ ერთმანეთს აი აქ ამ ისტორიულ ადგილას დაუპირისპირდებოდით, სადაც ჟურნალისტების პირისპირ ყოველთვის დეგრადაციისკენ მიმავალი ძალები იდგნენ, მაშინ ძალიან ცუდი იქნება ჩვენთვისაც და მათთვისაც. გმადლობ პირდაპირ ჩართვისთვის. ლია ტოკლიკიშვილი, გადაცემა გამომძებელი რეპორტიორის ერთ-ერთი ავტორი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ეს რაც შეეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ვისაუბრებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე. ეს უკავშირდება კანონპროექტს, რომელიც ფარულ მოსმენებს ეხება. რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, პირდაპირ ჩართვები გვექნება.